ევროკავშირის ჰიმნი საქართველოს პარლამენტში 2023 წლის 15 დეკემბერს გაისმა. ამით ქართველი დეპუტატები საქართველოს ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მონიჭებას მიესალმნენ და ჰიმნის დასასრულს აპლოდისმენტებით შეხვდნენ. ქართული ოცნების ლიდერებმა საზოგადოებას ქვეყნის ეს დიდი წარმატება მიულოცეს და ამ მიღწევაში მმართველი გუნდის ძალისხმევას გაუსვეს ხაზი. მათი განცხადებით, ახლა წინ დიდი გეგმებია, რომლის შესრულებასაც აპირებენ და ამისთვის აუცილებელი იყო мотиваცია, რომელიც საქართველოს მისმა ხელისუფლებამ და მოსახლეობამ ევროკავშირისგან უკვე მიიღო. ეს არის ქართული ხალხის გამარჯვება და მთავარი ვინც დაიმსახურა კანდიდატის სტატუსი არის რა თქმა უნდა ქართველი ხალხი. ჩვენ გვქონდა ძალიან ბევრი სირთულე ამ პერიოდის განმავლობაში და ხალხიც იდგა მათ შორის სერიოზული სირთულეების გამოწვევების წინაშე, თუმცა ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ ჩვენ მივიღო კანდიდატის სტატუსი. ბუნებრივია ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ჩვენ რაც შეიძლება მოკლე ვადებში ყოველ ჯერზე წავიწიოთ წინ ევროინტეგრაციის მიმართულებით, გაიხსნას მოლაპარაკებები საქართველოსთვის და საბოლოო მიზანი არის რა თქმა უნდა ევროკავშირში გაწევრიანება. ჩვენ გვინდა ღირსებით ვიაროთ ევროპისკენ. ულოცავ სრულიად საქართველოს ხალხს, ხელისუფლებას, ერს, ბერს, თორე ჩვენ შევძელით და დამსახურებულად, ღირსებით და არა ცალფეხზე დგომით ჩვენ დამსახურებულად მივიღეთ. მე მოუწოდებ მათ, ქალბატონ რაისებს, კუბილიუსებს, ფოტიგებს შეიყვარეთ ქართველი ხალხი, ქართველი ერი და არა კონკრეტული ერთი პატარა ხელმოწარულების პარტია. ეს შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა რეფორმები, რომელიც ჩვენ ხელისუფლებამ გავატარეთ, შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა ხალხის მხარდაჭერა იმ პოლიტიკის მიმართ, რომელსაც ამ წლების განმავლობაში ჩვენი ხელისუფლება ატარებდა. საქართველოს დღეს არის უფრო თავისუფალი, უფრო დემოკრატიული, უფრო ევროპული სახელმწიფო. ჩვენ მზად გვაქვს სამომავლო გეგმას. პოლიტიკურად და მოქალაქეობრივად საზეიმო განწყობა ჰქონდათ პარლამენტის წევრ ოპოზიციონერ დეპუტატებს. მმართველი პარტიის ოპონენტები ამბობენ, რომ ევროკავშირში 14 დეკემბერს მიღებულმა გადაწყვეტილებამ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ყველა ნეგატიური პროცესები გადაფარა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გასატარებელი რეფორმებისა და ცვლილებების მნიშვნელობაზე საუბრობენ და ხელისუფლებას მეტი დემოკრატიულობისკენ მოუწოდებენ. მინდა რომ ყველას მოგილოცოთ, ეს არის ის მიზანი, რომლისთვისაც ჩვენმა ქვეყანამ ძალიან ბევრჯერ მძიმე ფასი გადაიხადა, ჩვენმა მოქალაქეებმა, ჩვენმა წინაპრებმა. პატარ-პატარა წვლილი აგურების სახით ალბათ თუ კარგად ყველას დაუდია, ესე ვთქვათ, ხელისუფლებებზე მაქვს საუბარი, რა თქმა უნდა, მაგრამ რა თქმა უნდა ეს არის საქართველოს სახელმწიფოს და ქართველი ხალხის გამარჯვება. ეს არის ისტორიული მოვლენა, რომელზეც ადამიანები საქართველოში ვერ ვიოცნებებდით, ალბათ წარმოგვიდგინა, რომ ეს შეიძლება დამდგარი იყო დაახლოებით 20 წლის შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს არის პირველ რიგში უკრაინის გმირული ბრძოლის შედეგი. ხელისუფლების წვლილი არის ნული. ამაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქართველი ხალხის განწყობილებამ და ასევე იმ ადამიანებმა, რომლებსაც აქ ქუჩაში არბევდნენ. დღეს არის ზეიმის დღე და მინდა მიულოცო საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ის გამარჯვება, რაც იყო საუკუნეების სანუკვარი ოცნება და ეს არის ძალიან დიდი ნაბიჯი ევროკავშირის წევრობისკენ. ეს არის, რა თქმა უნდა, საქართველოს გამარჯვება იმ ფონზე, როდესაც რუსეთი აძლიერებს გავლენებს და ბრძოლას იმისთვის, რომ საქართველოს საკუთარი გავლენის ქვეშ დააბრუნოს. ულოცავ საქართველოს ქართულ ხალხს კანდიდატის სტატუსის მიღებას. კანდიდატის სტატუსი დიდია, მაგრამ საკმარისი არ არის. ჩვენ გვჭირდება დაჩქარებული წესით საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, რასაც რისთვისაც აუცილებელია სწრაფი გარდამტეხი რეფორმები, ამის გამკეთებელი ქართული ოცნება არ არის, ამიტომ აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება, არჩევნებში გამარჯვება. ეს პირველ რიგში ქართული ხალხის დამსახურება, რა თქმა უნდა და ამ დღეს აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ყველა ადამიანი, ვინც დაეცა სამშობლოსთვის ბრძოლაში მსხვერპლი გაიღო ქართულმა ხალხმა იმისთვის, რომ ჩვენ გავგვეკლავალო ეს გზა ევროპისკენ. რა თქმა უნდა, ასევე უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლის შედეგია ის, რომ ეს დღე დადგა. მე მინდა რომ მიულოცო საქართველოს ყველა მოქალაქეს და წინ ჩვენ გველოდება კიდევ არაერთი წარმატება დარწმუნებული ვარ. საზეიმო აღნიშვნით პარლამენტმა 2023 წელს მუშაობა ფაქტობრივად დაასრულა. ახალი გეგმებით, რეფორმების დაგეგმვითა და პოლიტიკური თავგადასავლებით საკანონმდებლო ორგანოში პლენარული სხდომები უკვე 2024 წლის თებერვლის ბოლოდან საგაზაფხულო სესიის ფარგლებში გაიხსნება.
ალეკო გვეტაძე, Euronews Georgia.